მადლობა დათობიძია მოლოცისთვის. დიდი მადლობა. დიახ, მადლობა გადაუხადეთ ჩემს ვაგივრად ნანამამიდასაც, მაგასაც, გიორგისაც. კი, ნუ ყველა ვინც მანდ არის გადაუხადეთ მადლობა. რა? არა, ხომ გითხარით არ დაუბრუნდები მეთქი. მერე რა რომ მამა ჩემმა მთხოვა. კარგად იყავით, დაემშვიდობეთ ნანამამიდასაც, გიორგისაც და მაგასაც. მართლა ის რა ქვია, დღეს დილი დაგირეკა ქეთი. ხო და ასე მითხრა დაბადების დღე მიულოცო და მოატყუე ხო და დღეს ვითომ დაბადების დღე რო გაქვს? არა, ლაშა, მართლა მაქვს დაბადების დღე. გილოცავ თეკლა. გილოცავ. შენ გონია დამავიწყდა? მე მახსოვდა. კი, მახსოვდა სიურპრიზიც კი მოგიმზადე. მართლა? რა სიურპრიზი? რა სიურპრიზი და ახლა ტორტი ვერ მოვასწარე, მაგრამ აი არაჩვეულებრივი მაკარონია იქ და ხო, ან ჩვენ დაცთან გიწევს აკლია ეს მოხარშო, მაგრამ არა. დიდი მადლობა ლაშა. ღვთიში. ალო? კი, ნანამამიდა, კი, როგორ ხარ? დიდი მადლობა, მითხრა რომ დამირეკეთ. კი, მადლობა. როგორ არ მახსოვდა რა, როგორ არ მახსოვდა. თუმცა არც ვიცოდი და რანაირად მახსოვდა. მოხვედი? ასე მალე მორჩით გუნდაობას. არ გუნდაობდი, თოვლის ბაბუას ვაკეთებდი ლაშაბიძე. თოვლის. მართლა აიმიდან გიყურებდი და თოვლის ბაბუა მარტო ერთი გუნდისგან გააკეთე? აბა მეორეზე თოვლი არ გვეყო და რა გვექნა. ხო, კარგია, ორიგინალურია რა გინდა? ხო, ორიგინალურია და ორიგინალურად დადნება მალე. დადნება ეგ? უი, რა ქენი იცი ნიკა? ეგ თოვლის ბაბუ ამოიტანე და პაატასთან შეიტანეთ სახლში. ხო, ეგ ზამთარში კი არა, ზაფხულშიც არ დადნება. კარგი. პაატა იცხოვრებს ორ ბაბუასთან ერთად. კარგი იყო მომეწონა და ბიძია. შენ ჩემი ისტორიის წიგნი ხომ არ გინახია? ისე დამალე რომ ვეღარ პოულობ, ხო? აх, ნიკა. მომისმინე და აბა გუშინ რო თქვი რომ არ მეცადინებ, იმიტომ რომ ხვალ არ მაქვს ისტორია, რა დგინა ისტორიის წიგნი? ჩვენ სკოლასთან ხო დიდი დაღმართი რო არის. კი. აი მან ჩემი ჩანთა კარგად სრიალებს და ეს ისტორიის წიგნი დიდია რა. და მაგაში ნოდებ კარგად ვშედები მე ჩანთა. ნიკა, მართლა ის რა ქვია, დღეს არის თეკლას დაბადების დღე. ხო და რო ჩამოვა მიულოცე, ჩემსავით არ დაგავიწყდეს. მართლა მაგარია და რა ვაჩუქო? არ ვიცი ახლა ასე უცებ არ ვიცი და საღამომდე მოვიფიქრებ რამეს რა. კარგი. ხო. მოდი მანამდე ვუმღეროთ, ხო, მაგარი მოდი. დიდი მადლობა. რა? ეხლა მაინც დავბრუნდე? არა, ნუ ხო გითხარით, არ დავბრუნდები. კარგად. რა ლამაზი. რა ნათელი. იმიტომ რომ დღე ტრიო გამოგვივიდა მე ნიკას და იმას. რა საყვარლები ხართ? თუ კიდე დღეს მთელი დღე ვიმღერებს და სკოლაში აწავალ. მამას უყურებდი, მიდი ჩაალაგე, ჩანდო და წადი, გაგვიანდება. ტატო რეკავს. ვაიმე, ტატო რეკავს? და როგორი ყურადღებიანი ბიჭია ტატო. ხო, ნაიდილიდან მე უნდა მოლოცვა. მიდი. ალო? ხო, ტატო, გისმენ. ხო. რა? დღეს სამსახურში დაგაგვიანდება?
კარგი ტატო. რასისა? ნიკა გამარჯობა. კარგად გუგა. ლაშა გამარჯობა. გუგა, მოდი. ლაშა. ხო, შენი დახმარება მჭირდება. შენ ხო კლინიკაში მუშაობ და კვილი გაწუხებს? არა, კვილი არა. ფსიქოლოგთან მინდა რომ მივიდე. მიხდი ხო? უკვე რომ მისასვლელი ხარ, კაი ხარ. ლაშა, იცი რა არის, აი ამბოლ დროს სულ დიდუბელ სოსოზე მეფიქრება რა, ვერ ამოვიგდე თავი. აი ამბოლასაც ვერ ვანებებ თავს და სულ მეფიქრება და არ ვიცი რა ვქნა და იქნებ. რა ვქნა. გუგა, ერთხელ თავიდან ბოლომდე რომ წაიკითხო ეგ დიდუბელი სოსო. დარწმუნებული ვარ მე რომ მიხვდები რომ აღარ უნდა წერო. ლაშა, მე მესმის რომ შენ არ შეგიძლია ხუმრობის გარეშე ცხოვრება, როგორც დიდუბელ სოსოს ფერარის გარეშე. დახმარება მჭირდება. კარგი, მიგიყვან ფსიქოლოგში გახვედრებ და რავი, არ არის პრობლემა. ხო, და ფსიქოლოგს როგორ უნდა მოუყვე, როგორ უნდა გავაგებინო? ანუ აი როგორც დიდუბელი სოსო ამბობს მეოთხე თავში, მეორე აბზაცში, როგორ უნდა მიუტანო მას ჩემი პრობლემა? როგორ უნდა მიუტანო პრობლემა? რა ვიცი ახლა რო შეხვალ, კითხავს ფსიქოლოგი რომ აბა რა გაწუხებთო? ხო, შენ ეთქვი რომ დიდუბელ სოსოს წერო. ხო, ის გეტყვის, ეს რთული შემთხვევაო და დაგელაპარაკებ. ასე, რა ვიცი, ლაპარაკი შედგება და გიშველის რა ვიცი რა. ხო, როგორც სოსომ უშველა. რას უშველა? ფინალი არ გახსოვს? სოსომ გასაღები არაკში გადააგდო და თავს უშველა. მაკარონი გინდა? ბაბუე რა აქცია ბაბუ რა საიდან მოიტანე რა მციო საიდან მოიტანე პირიქით გაკაჟებულო კაჟივით ვარ ბაბუ რა მციო არა ცივა ბაბუ შენ და არ მეუბნები რა ცივა კი რატო არ გეუბნები აბა რას გიმალავ რა ამაზე იძახი ეს რომ აქ აფარებული მაგიტომ ეკითხები რატო მოგიხვევია ეს რატო მოგიხვევია იმიტომ ბაბუ რომ ნინძა ვარ ბაბუ კაი ისე დილით კი ციოდა ცოტა ბაბუ, მაგრამ მე ფანჯარა დავხურე და დათბა. ნუ ეხლა თუ მაშინ ფანჯარა დახურე, დათბა კი რა დაცხებოდა სახში, ცხელა ბაბუ, ცხელა. აღარ შემიძლია რა. არა, ბაბუ, მოდი ახლა. მაგრამ ბაბუ, შენ ხო იცი ნინძას არაფერს არ ეშინე, არც ციცხის, არც ციცივით, ჰაჯიმე, ხო იცი? იცი, ოჩა, ბაბუ, მოდი ახლა, მაგ ნინძამ ყილიყლიყო ჯარისკაცები განადგუროს. ბაბუ ნინძა არ კლავს, ნინძა აუნებელ ყოფს. გაიგე? ხო, ისე მაინც. მომისმინე ხო, რა უნდა გითხრა, სანამ ამას შევჭამ. დღეს არის თეკლას დაბადების დღე, გაიგე? თეკლა ეს? ხო და მოკლედ ნინძას უნდა რომ რამე სიურპრიზი გაუკეთოს თეკლას. ხო და მე ვერაფერი ვერ მოვიფიქრე რა და იქნება შენ დამეხმარო რაღაცა რა სიურპრიზი რამე რა მოვიფიქრო, აბაჭო, გავუკეთოთ, რა ვიცი. აბა რაღაცა მოვიფიქრე. ელოდები ვინმეს? არა. ხო, მამა გავაღებ კარს და შენ იფიქრე, აბა მანამდე მიდი ერთი. მიდი, ვინ არის და ოჰაიო გოდაიმას. ანუ დილამშვიდობისა თქო რა, იაპონურად გითხარით. ხო, გამარჯობა, ჩამოგზანდით, პროფესორო. ჩამოფრინდი რა. ჩამოფრინდი, მას თუ ჩამოფრინდი, დაბძანდი, დაეშვით. აბა რა ხდება ბატონო პროფესორო იაპონიაში, როგორ არიან ნინძები, როგორ არიან, ჰა? რა ვიცი, ისეთი დატვირთული გრაფიკი მქონდა, რომ გარეთ გასვლა ვერც მოახერხე რა. რობოტის პრეზენტაციაზე დამპატიჟეს. მართლა რაო, მართლა რა გითხრეს? კი, ძალიან კმაყოფილები და ერთი-ორი რჩევა მივეცი და მადლობლები არიან. გამოადგათ მე ვითომ როგორ გონიათ თქვენ, ჰა? კი, სულ მადლობებს მიხდიდნენ, რობოტმა აეროპორტშიდაც კი გამომაცილა და მადლობებს რობოტი აეროპორტში გამოყვა და მადლობებს გიხდიდნენ. ხედავ ბაბუ, რა ხდება თურმე და შენ აკეკლი ყოლებს მაჭმევ მე. აი
ეს თქვენ ჩამოგიტანეთ საჩუქრად, ეს ჭხირები არის იაპონური საჭმელი. ვაი, შენ, ეს თქვენ. დიდი მადლობა. ეს არის ბაბუ, ნინძას, ეს არის ნინძისთვის ზედ გამოჭრება. უყურე ხა ბაბუ, ხაჭი. კარგი რა იყო ბაბუ, კარგი, ხა დაწნევდი. ბატონო პროფესორი, ეს არაფერი არ შეიმჩნევთ, მოგზანდით რაღაცა შევა მინდა კითხო თუ შეიძლება და ერთი აქეთ მოგზანდით რა. კარგი ბაბუ, ბოდიში ხო რა იყო? ამით როგორ ჭამე? ხო, ბატონო პროფესორი. რა მაინტერესებს ახლა თქვენ მითხარით როგორ იქნება იაპონურად გილოცავ დაბადების დღეს? მე ხო მქონდა უკვე დაბადების დღე. არა, ისე მაინტერესებს ისე. როდის მაქვს ეგ გაინტერესებს? არა, ბატონო პროფესორი, იაპონურად როგორ იქნება? იაპონური კალენდრით როდის მაქვს? არა, ბატონო პროფესორო, იაპონურად გადამითარგმნეთ რა გილოცავ დაბადების დღეს რა. ეგრე გეთქვა მე შეგაიგოთ. ხო. აბა ყურადღებით? აბა გისმენ? ოტანჯობი ომედეტო გოძაიმას. ოტანჯობი ტანჯე დავიტანჯე ბატონო პროფესორი რა ხანა ის მოდი მე გავალ პასტას მოვიტან და ფურცელს და დამიწერეთ ხო თორე ესე აბარას დავიმახსოვრებ აბა ხო ერთი წუთით რა ჭამე რა ბატონო კოტებაბუა ხო ბატონო მედიკამენტები ჩამოვიტანე და თქვენთან სათანადო ტემპერატურა თუ შეიძლება რომ აქ შევიდეთ დადე აი კარადაზე დადე ნუ დიდი მადლობა აი აქ დავდეთ მაშინ მოდი მოგზანდით დაბზანდით მომიყევით რა ხდება იაპონიაში არა კოტებაბუა სხვა დროს იყოს ეხლა უნდა წავიდე ავთოს მინდა სასტრაფოდ გადავცე საჩუქარი სანამ ჩაიჩუტება აბა ბატონო პროფესორო რა ტანჯეო აბა ხო დამიწერეთ აი დამიწერეთ აბა ბაბუ ეხლა დამიწერს იაპონურად როგორ არის გილოცავ დაბადების დღეს გაიგე რომ მე აჰა დამიწერ ეს რა არის ბატონო პროფესორო რა ქვია ის ქართული ასოები დამიწერეთ ქართული ასოები ეს როგორ უნდა წავიკითხოთ ეს რაღაცა იქ სახლები დამიხატა იქ აჰა გასაგები ესე იგი ოტანჯობი ომედეტო გოძაიმას ეს ალბათ აქცენტით ხო აქცენტით უნდა თუ ხო ესე იგი როგორ აქცენტ როგორ იქნება ოტანჯობი ომედეტო გოძაიმას სწორედ თუ ბატონო პროფესორი გასაგები ბაბუ ესე იგი ახლა გილოცავ დაბადების დღე ოტანჯობი ომედეტო გოძაიმას დიდი მადლობა მოკლედ თელი სამსახური მიუოცავს რა კარგია თეკლა ბოდიში რო დღეს დავაგვიანე და ანუ ესენი დავახარისხე მე მგონი რომ ეს ლევანდელი ეს შაშანდელი ხო მე მგონი სწორია რავი გადახედე მაინც რა კარგი დღეა დღეს ყველა მიუოცავს ო მეც გილოცავ მეც რას მიუოცავ აი რომ დავახარისხე რა მოდი ეს გადავდოთ დროებით მოდი ტატო მე შენ ახლა რაღაცას კითხავ და შენ მიპასუხე მე შენ კითხე და მე გიპასუხე ეს თამაშია ხო ხო მიდი აბა ეს ტატო როდის არის შენ დაბადების დღე თებერვალში მოვიგე მკითხე რა კითხო დავიწყეთ უკვე ისა თავიდან კითხე რა ტატო როდის არის შენ დაბადების დღე მე ხომ მკითხე უკვე ხოდანჯობი ხომედელ გუზაიმას პატა ცუდად ხო არ ხარ? რა რატო ვარ თეკლა ცუდად? რა იყო? მოგილოცე, არ შეიძლება მოგილოცე, ცუდად რატო ვარ? მომილოცე? როგორ მომილოცე? როგორ და იაპონურ ენაზე მოგილოცე? და იაპონურ ენაზე რატო მომილოცე? რა მოიცა ვერ ხვდები ახლა იაპონური ხო სიყვარულის ენა თეკლა რა სიყვარულის ენა იაპონურია? ხო ვიცოდე რა ხო სიყვარულის ენა ხო ანუ თეკლა გილოცავ დაბადების დღეს მოკლედ ხო თეკლა დაბადების დღე გაქვს? რატო არ მითხარი გილოცავ? მადლობა. დაბადების დღე აქვს ის? მადლობა. კარგი, მოკლედ, კარგი დავანებოთ ამას თავი. თეკლა მოკლედ
მინდა რომ დაბადების დღეს მე გადაგიხადო. მოიცა, შენ რატო უნდა გადამიხადო პაატა? იმიტომ რომ იძახიან ხოლმე რა ქვია, შენი შემწუხებელი, ჩემი შემწუხებელია, ხო იცი? დაბადების დღეზეც არის ეგ. ანუ საღამოს ხო? არა, არ ვიხდი დატო და. არა, ანუ მეთქი მიხდით და ანუ ამოვიდოდი სახში, არა, რომ ცოდნოთ ხო რომ. სახში სახში კი. ხო და თუ სახში და თუ კი, მაშინ თეკლა მითხარი ახლა ყველაზე ძალიან რა გაგიხარდება? ყველაზე ძალიან რა გამიხარდება? რა და საგზური ჰავაის კუნძულები. აუ, ჰავაი ძალიან მაგარია, ჰავაის. კარგი თეკლა, მაშინ მითხარი ძალიან რა გაგიხარდება? ძალიან მანქანა. აუ, მანქანა ხო ძალიან. კარგი თეკლა, მაშინ მითხარი რა გაგიხარდება 104 ლარის ფარგლებში. არ არის საჭირო, არ მინდა, არაფერი, დიდი მადლობა. მეც მოგიტანა აუცილებლად საჩუქარს რომ ამოვა. არა, ნუ შეწუხდებით. არა, რა შეწუხება, თანამშრომლებს 20 ლარს ავუბრობინებ და მე სიურპრიზ გაგიკეთებ. არა, არ შეწუხდი, არ არის საჭირო. ერთი წუთით მოდიში მე გავა. ლაშა ტორტზე უნდა მიშველო სასწრაფო. ბატონო, გამიგე ნუცას ნომერი? ნუცას ნომერი კი, გამიგე. ხო. მოგცე? ხო, აბა. ხო, ისა. კარგი, ჩაიწერე მაშინ. დატო. ხო. აი ესენი ბუღალტერიაში ჩაიტანე ქვევით. ხო და ტელეფონის ნომერს გეტყვი ხა ეს გადაიკიდე 3-5 ჩაიწერე 3-5 მიდი ჩაიტანე ჩავიტანო და ნომერი ანუ კიდე ხო დამჭირდება რაღაცეები და მე იმას რო გავაკეთებ დანარჩენ ნომრებს მე გეტყვი დანარჩენ სიხარს მაგარი ხო 3-5 არ დაგავიწყე 3-5 კი დანარჩენ მე კიდე რა 3-4 ხო ამურო აი სადეს და სადმე ეს როგორ მოწონს მე როგორ არ მოწონს კარგი რა ამურო კარგი რას მიკეთებ ვერ კარგი რაღაცა ხო არია ამურო ამუნია ამუ როგორ ძანდებით ბატონო პროფესორო? კარგად. როდის დაბრუნდით იაპონიიდან? გუშინ. ბატონო პროფესორო, თქვენ სანამ აქ არიყავით, მივიჯექი და სულ ფიქრობდი. მუშაობა არისო? კი, მაგრამ რა ვიცი, აი, სულ იქ ბართან ვიჯექი და ფიქრობდი. ნუ ეხლა აქ ვარ და შეგიძლიათ თამამად იმუშაოთ. და რა მაგართვათ? აი იაპონიაში ყოფნისას ძალიან მენატრებოდა ხაჭო. თუ გააქვს? კი, ეხლა მაგართვათ. ბატონო პროფესორო, როგორ ძანდებით? კარგად. როგორ გიგიქრა? მადლობა, კარგად. რა ხდება იაპონიაში? ვითარდებიან და არიან. ხო, ტელევიზორში ვნახეთ ისე, ბატონო პროფესორო, რა ქვია, რობოტების გამოფენაზე და როგორ ჩაიარა? გამოფენამ თუ რობოტმა? რობოტმა არა, გამოფენა. გამოფენა ბრწყინვალედ კი. რობოტს კიდე რას ტექნიკური პრობლემები ჰქონდა და ცოტა კოჭლობდა. აი, თქვენი ხაჭო. დიდი მადლობა. გემრიელად მიირთვით. მადლობა. დაშა, ხაჭოზე ხომ არ დამეწვევი? არა, მადლობს. იაპონიაში ყოფნის დროს მენატრებოდა ძალიან ხაჭო. კი, იცის ხაჭო მონატრება, კი. იცით რა, ბატონო პროფესორო, დღეს არის თეკლას დაბადების დღე. და იაპონად როგორ არის ის გითხრა? არა. უბრალოდ ვიფიქრე, საღამოს ხომ არ გვეწვეოდი, ძალიან გაგვიხარდებოდა. დიდი სიამოვნებით გაწვევით, მაგრამ აი დღე და ღამე არეული მაქვს და შვადღით მეძინება ხოლმე რა. წუხარო ალბათ ვერ მოვა. არა და გულით გვინდოდა რომ მოსულიყავით. თუ ასე ძალიან გინდა, შემიძლია მოვიდე და თქვენთან დავიძინო.
იყოს არა ესე. ბატონო თქვენ მე უკეთესი მინდოდა თქვენთვის. კი. აცავად. ბატონო. ой, ერთი წუთი უნდა უპასუხო. ხო ნოდა. ხო მე გირეკავდი. მომისმინე. არა, დღეს ვერ მოვდივარ სამსახურში. დღეს არის თეკლა. იცი? ხო და მომისმინე. ჩვენ ფსიქოლოგი ხო ყავს კლინიკაში. არა ნოდა რა ჩემთვის მინდა. არ მინდა ჩემთვის. ჩემ მეზობელი რო არის გუგა, ხო იცი გუგა? ხო, იმან თხოვა რო იქნებ შემახვედრო. ხო, მიხვდა. ხო. არა, არაფერი ისეთია, დიდუბელ სუსოს ვერ ვანებებ თავსო და. ხო. რა შენ მიხედავ? ნოდა შენანაირად მიხედავ ახლა მითხარი, ა? კარგი ბატონო, არ ვერევი შენ საქმეში. კარგი. ლაშა, როგორ ხარ? ნიცა, კარგად. გამარჯობა, ბატონო პროფესორო. გამარჯობა. ლაშა, რაღაც უნდა გთხოვ, შენი დახმარება მჭირდება რა. კი, გისმენ. ხო, დაჯექი. უკაცრავად ახლა. უნივერსიტეტში მითხრას რომ რაღაცები აი სიუჟეტები გადაიღეო, ინტერვიუები ჩაწერე და მოიტანეო და არ ვიცი რაზე გავაკეთო. აქამდე რაზე აკეთებდი? აქამდე გუგაზე გავაკეთე, დიდუბელი სოსოს ავტორზე გავაკეთე და ჩემზე და მეზობელზე. ხო. ახლა რა ვიცი, აბა რა გითხრა, მე როგორ დაგეხმარო, ნუცა იცი, მე არ მცალია, დაკავებული ვარ ძალიან. აი ფიზიკოს თხოვე და მცალია ფიზიკოს, ყოველ შემთხვევაში შუა დღემდე. აუ და ფიზიკა რო არ ვიცი. ფიზიკა რო არ იცი? რა თქმა უნდა, ახლა ფიზიკას ცოდდა. პროფესორი ჩამოვიდა ახლა. პროფესორი ახლა ჩამოვიდა სოფლიდან. სოფლიდან ჩამოვიდა და მიდი და იმაზე კითხე. კაი, მადლობა ლაშა. კარგი. ბატონო პროფესორო, შეიძლება ინტერვიუ რო ავიღო თქვენგან? აიღე. აი დავიწყეთ. დასავლეთში იყავით? აღმოსავლეთში. კახეთში? უფრო იქით. აი იქით უფრო აი რაღაც დასამახ აი განსაკუთრებული რამე კერძი თუ გაჭამეს იქ. კი, მაჭამეს ხათა შორის ზვიგენის ფარფლის სუპი. კარგით და აი რა წამოხვედით რამე ისეთი თუ გამოგატანეს ან ნობათი ან კი, სხვათა შორის გამომატანეს რობოტი. კარგით, მადლობა. დიახ, აღარ შეგაწუხებთ მეც. ლაშა. ხო. აშკარად არ უნდა ინტერვიუს მე რეებს მეუბნება, იცი? რაღაც ზვიგენის ფარფლის სუპიო და რაღაცა და რას ვიზა ვიცი? იცი რაზე გავაკეთებ ინტერვიუს? აბა. ატას კარის მეზობელზე. მიდი. მაგარია, წავედი. კარგი. კარგი, დაწყნარდი, ნუ ნერვიულობ. მოვიფიქრებთ ისეთ რამეს, რომ აჭუქოთ თეკლას. არ ნერვიულობ, ხა ლაშა, სივა და თვები რა, იმიტომ დავდივარ, თვები ისე დავდივარ. ისე ყველაზე დიდი საჩუქარი ქალისთვის სითბოა. სითბო უნდა აჩუქო გალს. მართლა ბაბუ, სადა მაქვს მე სითბო, სადა სითბო, ხა? სითბო კარგია, სადა სითბო, აქვს სითბო. ბატონო, მოდი ერთი წუთი, მოდი დაჯექი. მოდი დაჯექი. ხო, გისმენთ. ფიროსმანივით რომ მოიქცე. ფიროსმანივით როგორ მოიქცება? აი ეს სახლი რო გაყიდო და მილიონი ვარდი რო აჩუქო. ვა, მაგარი არის, ეგ მაგარი აზრია, ლაშა, ხო? მაგარიას მოგცემ შენ. კარგი ბაბუ, კარგი რა იყო. ლაშა. ხო. მომისმინე რა არის ახლა? რაღაცა სურპრიზი მინდა რომ გავუკეთო თეკლას და დიდი ტორტი რო გამოვაცხო. ხო. დიდი ტორტი რო გამოვაცხო და იქიდან რო ამოხდე. იქიდან რო არა, ტორტი არ უყვარს თეკლას. აბა რა უყვარს? ჭვიშტარი. კარგი ახლა რას მეუბნები? ამ ხელაკაცი ჭვიშტარიდან ამოხდე? ოჰო, რა. კარგი ახლა ხუმრობის დრო ალაშა. რაღაცა ცოტა ისეთი მინდა, აი ორიგინალური სურპრიზი მინდა რომ გავუკეთო, რომელიც არავის არასდროს არავისთვის არ უჩუქებია, რა მე ეგეთი ორიგინალური, აბა მოიფიქრე და მე, აბა. თარაზო? რა თარაზო, ლაშა, კარგი რა, რა მოგივიდა. ძაბრი.
კარგი ლაშა ხა მე იუმორება ეხლა მე ჰა იუმორის დრო მაქვს მე ისედაც გამისკდა თავი ამდენი ფიქრისგან და ნერვიულობისგან კარგი რამეც რაღაცა მოიფიქრე ცოტა სერიოზულად მიუდექი ამ საკითხს კაცო ბაბუ გამოყუჩებელი მინდა დავლივო რაღაცა წამლების სად არის თორემ თავი მტკივა აღარ შემიძლია აი ეგრე ხო კარადაზე დე ხო კარგი ხო ბაბუ აქ ის არის ორი ცალი წითელი და ლურჯი ხო და წითელი დავლიო კარგი გამისხეთ წყალი გამისხეთ წყალი გამისხეთ აბალაშა რაზე გავჩერდით ეხლა ჩვენ მითხარი შენ რაზე გავჩერდით ჩვენ ძაბრზე მოიცა ლაშა რა ძაბრი რაღაც ცოტა სერიოზული მითხარი მეთქი კაცო მითხარი რა გემრიელი წყალია რა იცი რა გემრიელი წყალია ხო მართლა ხო რაღაცა ცოტა შემახურა ხო იცი დამატებო ცოტა დამისხერთი დამიმატე რა გეხვეწები რა იცოდით თქვენ ხალხო ესეთი გემრიელი წყალი თუ გქონდა ჩვენ სახში ვაიმე როგორ შემახურა კაცო ბაბუ ერთი აი მასე გამიშვა ბე მაინტერესებს თუ შემცივდე ბაბა ვაიმე რა გემრიელი წყალია გამიკაშდა შვილიშვილი რა კი არ გაგიკაშდათ გაგიგიჟდათ ეხლა გასული რო ვიყავი თათბირობდით ხო რაღაცას თქვენ რაღაცა შეთქმულებას მიწყობთ მე თქვენ გონია ვერ ხვდები ეხლა ჰა ვერ ხვდები რომ შეთქმულებას მიწყობთ რაღაცას გამიშვიქით მოიცა ესა გაგიარა შენ თავის ტკივილმა თავის ტკივილმა კი არა თავმა გამიარა ლაშა თავმა საერთოდ ხო თავს ვერ გავზნობ საერთოდ ხო ვაიმე რა გემრიელი წყალია გამიშვიქით ვაიმე როგორ შემახურა ჰა რა ვიცი ამდენი ჩვენივად იყო კაცო ჩვეულებრივად იძახდა ნინძავარი ჩვეულებრივად იძახდა მოი ჩემ ზურგს უკან ხარ და ლაპარაკობთ ვიცი გზდოვობ მე მაგას რა დალია რა წამალი დალია რა ვიცი პროფესორი გადაადგილდით ხო თქვენ გადაადგილდით მოიფიცოდე გეუნები გზდოვ მეთქი პროფესორმა ამდენი დატოვა აქ იაპონიიდან ჩამოვიტანა ალო სახაზროა ალო ბაბუ ანტირადიაციული წამალი დაულევი ამას ჰალუცინაციებს იწვევს რა მე რა ვიწევს ჰალუცინაციებს და ეგ არის მე ხო სახაზროა მითხარი ხარ გეუნები სადგარ ბიხარ მეთქი გე უკარ ბიხარ მითხარი ხო სახაზროა მეთქი უყურე გაიქცა არა ცოტა ხანი დრო ჭირდება და გამოვა და ჩვეულებრივად გახდება ალბათ რა როდის გაულის ახლა ეს ამბავი რა ვიცი ამ როდის გაულის მოიცა ორდი გახდით უკვე თქვენ უყურე ეხლა შენ უყურე სახაზროა მეთქი გეუნები მითხარი ეხლა უყურე გაიქცა ორდი ხარ და გაიქცეო და აბარა იქნება ეხლა ორდი ხარ თქვენ და გაიქცეო და აბარა ისე სანამ გაულის კოდება მოა ვიციოთ ჩვენ ო იჯექით თქვენ არ ადგეთ იჯექით ხო არა აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრე რომ ფსიქოლოგის ოთახში შემოსულიყავი სულო გულო რა გინდა გადაშალე ერთ ფურცელი მეორე ფურცელი მესამე ფურცელი თიკო ჩუბინიძის სამედიცინო დასკვნა შეხედე შენ დედა ამ ხელა ქალს სიბნელის თუ ეშინო და არ მეგონა რა გამარჯობა ნოდარ გამარჯობა ესა ლაშამ გამომიშვა ფსიქოლოგთან და ვიცი თქვენ ხართ ფსიქოლოგი? მე არ ვიცოდი თუ ფსიქოლოგი იყავით. შენ კი არა მეც არ ვიცოდი. ეხლა ხან გავიგე გენაცვალე ფაქტი. აბა დაჯექი. ლაშამ მითხრა თქვენზე რომ ძალიან კარგი პროფესიონალია და არაჩვეულებრივი ფსიქოლოგია. იცის ლაშამ, იცის ხო, და კიდე ისიც მითხრა რომ ახლობელია და ფულის გამართება არ არის საჭირო. რა იცის ლაშამ, რო უჯერებ ხა ყველაფერს. აი რა იცის ლაშამ. არაფერი, კარგი. დაჯექი, მიდი, დაჯექი. ხო, მან დაჯექი.
და რა კარგად დაჭდა. ადექი. მანდ მე დავჭდები. შენ გიგოლიში მე მეგონა რომ პაციენტებისთვის ეს იყო და ეს თქვენი ადგილი. არა, პაციენტებისთვის კი იყო, მაგრამ მე ჩემი ინდივიდუალური მეთოდი მაქვს. ენაცალე რითიც გავხდი ცნობილი ზოგადად ფსიქოლოგთა წრეში. ასე რომ აქ უნდა ვიჯდე მე. აქ მე აბა რა გაწუხებს დაიწყე. აიცით რა არის, აი სულ დიდუბელ სოსოზე ვფიქრობ, აი არ ვიცი რანაირად როგორ ნუ ნერვიულობ მოდუნდი მე რო იცოდე შენ გენაცვალე გუგა მე არა მაქვს უფლება კოდექსი არ მაძლევს იმის უფლებას რომ რასაც შენ ახლა მეტყვი მე გავიდე და კარებშიქით მოყვე ან და რომ მწქოდეს მე მაგის მკადრებელი კაცი ვარ რომ სად მე რამე ვილაპარაკო ბევრი ლაპარაკი მე ზიზღება ამიტომ შეუბერე შენ ახლა მოყევი მოხსენი გუდას თავი და მიამბე რამდენიმე წელია წერ დიდუბელ სოსოს და აი რას დაუფიქრდი იცით აი სულ სოსოზე მეფიქრება სულ თვალწინ მიდგას ეს სოსო და ახლა აცივდა რა აცივდა ხოლმე მეტყვით აი როგორ რანაირად უნდა უშველო ამ ყველაფერს როგორ უნდა მოიშორეს სოსო თავიდან შენ ეს რა დღეა დღეს ოთხშაბათი ხო დაანები ამ სოსოს თავი ერთი თუ კაცი მინჯარდა ბასოსო შენ მომიყევი ახლა რა ძალიან მნიშვნელოვანია შენ სამეზობლოში რა ხდება ნუცა დაგდევს თუ არა ზოგადად იქეთური აქეთური ესე იგი ძალიან მაინტერესებს და მნიშვნელოვანია თეკლას რა რეაქცია აქვს პეტოს აქტიურობაზე აი ესენი მომიყევი რა ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ხო მაგრამ ახლა ეს ყველაფერი გაშუაშია ჩემ პრობლემასთან ნოდა რას ამბობ ბიჭო როგორც ჩემი პედაგოგი დიდი ავლი ბზურაბაშვილი ამბობდა უდიდესი გავლენა უდიდეს მე იმის უკანასკნელი მოწაფე ვარ რო იცოდე სხვა აღარ დარჩა ცოცხალი ამიტომ ყველაფერს მნიშვნელობა აქვს მე უნდა გამოვიძიო შენი ქვეტექსტუალური ანალიზი შენი წიაღსვლები რაც ქვეცნობიერში არის დალექილი ეგზისტენციალიზმიდან გამოვითხოვა უნდა და შევურიო ამიტომ შენ უნდა მომიყვეს სულ ყველაფერი კი ბატონო აი და თქვენი აზრით მეშველება შეიძლება რომ იმისთან პროფესიონალის ხელში ხარ მოხვედრილი რაც არ გეშველება გენაცვალე ოღონდ მე მიყურე თუ გინდა რომ გეშველოს წარმოიდგინე რომ შენ არ ახარ გუგა და შენ ახარ სოსო სოსოს ფიქრებით იფიქრე სოსოს აზროვნებით იაზროვნე თვალები დახუჭე და ჩემთან ერთად გაიმეორე მე სოსო ვარ მე ვარ სოსო ალო დიახ გუგა არა მე სოსო ვარ სვაგან მოხდი ძმა ოჩახ კარგი ნუ და გავგაზავ მე ხა ჩემთან სახში და გაგაცე ესეც ასე ნიკა რა არის ახლა ეს აი ბოლო იყო დასო მეც აღარ თეკლა კიდევ ერთხელ გეუბნები არაჩვეულებრივი მაკარონი მაქვს ჰა კარგი ვაშა კარგი ვის გავუგია დაბადების დღის სუფრაზე მაკარონი ნუ ახლა ახალი წლის სუფრაზე კიდევ ხო ეგრე იცი ვერ გავასაღე სად არის ამდენ ხანს რა ვიცოდები? რა, ვის? სტუმრებს. თუ ტატოს. აი, ბავშვმაც კი იცის, ვინ არის ტატო? შენ ხარ, მოდი. რა? რა მითხარი? პაატა, შემოდი. ვინ არის პაატა? მე დარტანიანი ვარ, რა პაატა? დარტანიანი, ვერ მიცანი ჩემო კონსტანცია, ჰა, მოდი. მოდი დარტანიანი, შემოდი. გამარჯობა, პორთოს, გამარჯობა. როგორ? კარგად. აბა, არამისი სად არის? არამისი რასაკეთებს? სად არის? სახლში გავიდა დიდუბელ სოსოს წერს. დასაგებია, ძალიან კარგი.
რა ხდება? ნუ მიაქცე ყურადღებას ამან დალია რაღაც ჰალუცინოგენი. ხო და ეს ფსიქოზის ჩამოტანილი. და გაულის ცოტა ხანში. რა მაინც და მაინც ჩემ დაბადების დღეზე რა. კარგი, ნერვიულობ, გაულის ცოტა ხანში მეტი. მაშა გეხვეწები უთხარი რომ სახლში გავიდეს. გაულის, თეკლა ცოტა ხანი იქნება ეს და გაულის ალბათ უკვე წაიხანი ესია. შენ რანაირ დარტანიანი ხარ? ჩუმად ბავშვი, რა გაყვიდებს? ვერ ხედავ რომ ვერ მომჩნევენ ესენი, რა გაყვიდებს? პატა, მოდი აქ. გითხარი ჩუმად იყავი მეთქი, მაინც შემომჩნეს, რა გინდოდა ვერ გავიგე? მოდი აქ. პატა ვარ მე. ხო, პატა. აი, ხო გითხარი გაულის მეტი რა. ხო. აჰა, ესე იგი პატა ვარ. ხო და თუ პატა ვარ. დამალეთ ხალხო, შაჰაბაზმა თავი არ მომაჭერეს, გაიგე? მოდი იქნებ გაგიარო ცოტა ხანი წამოწეკი. წამოწეკი თვალები დახუჭე, წამოწეკი. აი აქ ესე. აქ წამოწე და თვალები დამხუჭო? ხო, თვალები დახუჭე, წამოწეკი. აჰა. გაგისმინეთ? ხო. მე ვარ ახლა მძინარე მზე თუ ნახავი, გაიგე? ხო და თუ პრინცი მოვიდა, არ უნდა იქ ისრების როლა ხალხის დახოცვა, უთხარი რომ აქ ვარ და ნახოს. პრინც უთხარი. ხო, კარგი. ნახეთ რა. კარგი, გაჩერდი. ვაშა, სასტრაფოში ხო არ დავრეკოთ? სასტრაფოში. ხო, დარეკე სასტრაფოში და უთხარი დარტანიანი მყავს და ძინარე მზე თუ ნახავი. აუ მე დავრეკავ გიხ. მოდი აქ, მოდი. დარეკა. რას დარეკა? არა უშო, ცოტა ხანი იქნება ასე და გაულის აბა რას ისავს. მეგონი გაუარა, აი? გაუარა, კი. 9-ში დარეკე. დადო. 9-ში დარეკე და დამალაპარაკე მეთქი გეუბნები. აჰა. ალო. 9. პატა გისმენა, მოგკითხეთ რა გაინტერესებთ. ხო. გაგითიშა. ხო მამა. ხო ვიცი მე. ხო, კი აღნიშნავთ. ძალიან კარგ დროს ვატარებთ, კი. ხო. ბატონი ნერსია, ნერსე ბატონი, ჰა? კი, ნერსე ბატონი. დამალაპარაკე. ვაშა, რანაირად დავალაპარაკე? მომეცი, დამალაპარაკე. კი, ახლავე. ალო. გამარჯობა ნერსე ბატონო, გამარჯობა. მინდა მოგიორცო თქვენი ქალიშვილის დაბადების დღე, დიახ, და უსურვო ბედნიერება, ჯანმრთელობა და ყველაფერი კარგი. რა? მეც კარგად ვარ, არ ამიშავს, დიახ, მეც არ ამიშავს. დიახ, კარგად ვარ. ბატონო ნერსე, რა მინდა გითხრათ, ბოდიში მინდა მოგიხადოთ, ბოთლით რომ გელაპარაკებით, ხო? ეს ამას გამიქცე. ახლა უკვე მე შემეშინდა. კარზე ზარე მე უნდა გავახო, კარზე ზარე მე უნდა გავახო. თავი გააღოს. ბატონო. გამარჯობა, დიახ. აბა ერთი წუთი დამელოდეთ, დიახ, ერთი წუთი დამელოდეთ. თეკლა არის აქ ვინმე. შემოუშ. მოგზანდი. გამარჯობა. ვინ ახარ შენ აი? ტატო, ხო, ის რა ქვია? ტატო, მირბის მიმაფრენს უგზო უკლო ჩემი მერალი, ეგ მაგარი გამოგივიდა, ტატო, ხო, მაგარი გამოგივიდა, ხო? ტატო, მოდი, ნუ მიაქცევ ყურადღებას. არა, რატო ნუ მივაქცევ, რაღაც კარგი გამომსვლია მე მგონი. აი თეკლა ის შენ. დიდი მადლობა. აი მე რასაკეთებ, ხელი გო, რასაკეთებს ხალხო, გაუში ხელი. გაუჩ რასაკეთებ, ფიქრობთ ეხლა თქვენ საერთოდ, რა არის რა? არ უნდა შეამოწმოთ ხალხო, არ უნდა დავრეკოთ, არ უნდა მოვიდნენ, არ უნდა შემოწმოთ, იქნება ბომბია კაცო ბავშვი ხალხში. იქნება ბომბია, რასაკეთებ, გაუ მე ეხლა მას აივანზე გავიტა, ხელი არ დააკაროთ, სანამ არ შემოწმენებ გეულები. ისა, ტატო. ნუ მივაქცევ ყურადღებას, ხო? ხო. წამოდი, ტატო. წამოდი, სადაც გინდა დაჯიკი, აი ამ სკამზე. მადლობა. ხო, დაბრძანდი, თქვენ არის ნერვიულად. გადაუღლეს ალბათ, ხო. ვიცი, ვაშა, რა გვეშველება სულ ესე რო დარჩეს პატა? გადაულის, თეკლა ახლა, როდემდე იქნება ასე სულ. ეწერა იქ წავიკითხე მე იმაში, რომ გადაულის. აბა ერთი გარეთ რა ხდება უნდა?
ეს თქვენ გურიტებო? ისე რაღაცით კარგია, რა ვიცი. მოდი, აი ესე ამ კუთხით შეხედე ამ პრობლემას თქლა, რა დაგემართა. აბა დაჯექი პაატა და შეუდგეთ кейფს. შეუდგეთ кейფს. კი ბატონო, შეუდგეთ кейფს, кейფოთ მოკლედ დღეს თამადა იქნება ბეტმენი. ბეტმენი იქნება თამადა. ბეტმენი იქნება თამადა, მიდი. ბაშა, ნუ მიაქცევ ყურადღებას. და მე ნიკას ეუბნებოდი. ეს განსხვავებული დალე თორე თავზე დაგასხავ. ეგ დარტანიანამდე იყო თუ მერე? მერე იყო, მერე. კიდე რა ვქედი, რა გავაკეთე აბა? რა ვიცი, რა აღარ ქენი პაატა. ბოლოს ჩემი და ტატოს სათხე გრძელოდალია ზეთით. რა მითხარი? შენი და ტატოს ადრეძოლო დავლიე? რა ამტამალივინე, შენი და ტატოს ადრეძოლო. კარგი გავალ, აღარ შემიძლია თა გამისკა და თავი რაღაცას დავლებ კიბილ გამაყუჩებელს თორე რაღაცა. რადი რა დაჯექი, რა კიბილ გამაყუჩებელს და ხო კარგად ახლა. ნაგერარი ღვინო და დავლიოთ ეს. კარგი, პაატა, ისედაც 9 საათია დარჩენი ჩემი დაბადების დღის დასრულებამდე და ცოტა გავერთოთ, ვიმხიაროთ, არ გვინდეს ჰალუცინაციები. კარგი, იყოს ჰალუცინაციების გარეშე, კარგი. მოდი გუგა რა გუგა მოსულა მოდი გუგა სადა ხარ ამდე ხარ სადა დაიბიანე რა გუგათო ეგიდან მე დიდუბელი სოსო დიდუბელი გაიგერა თქვა ხა დიდუბელი სოსოა როგორ ვერ არის ნორმალური მე რა დიდუბელი სოსოა რა ხელა კაცი რემს ისახის დიდუბელი სოსოა როგორ რა ხო